ჩვენი კონფერენცია გახლავთ სამეცნიერო პრაქტიკული. Აი ეს პრაქტიკული შემთხვევით არ დაგვიმატებია. თავისთავად აქტუალურია საკითხი, პრობლემა, რომელსაც დღეს 100 წელი შეუსრულდა. ეს არის აფხაზეთის ოკუპაცია 1921 წელს. აი 25 თებერვალს მოხდა საქართველოს ოკუპაცია, 4 მარტს უკვე რუსული ჯარები სოხუმში შემოვიდნენ. მაგრამ აფხაზეთი დღესაც ოკუპირებულია. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ რა მოხდა იმ 21 წელს. დავუკავშიროთ ეს თანამედროვეობასთან და აქედან აი ამ მოვლენების ანალიზის შედეგად რაღაცა დასკვნა გამოვიტანოთ. ან ყოველ შემთხვევაში საკითხები დავსვათ. ჩვენ პრობლემას მოგეხსენებათ სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე ვერ გადავწყვით, მაგრამ საკითხების დასმა არის სავსებით შესაძლებელი. ეხლა მე მხდა პატივი გამეკეთებინა მოხსენება და ეს მოხსენება ჩვენ იმით დავასრულეთ, რომ თუ 1921 წელს 1993 წელს 2008 წელს აფხაზები და ქართველები ვიმყოფებოდით ბარიკადების სხვადასხვა მხარეს, დღეს ვითარება ოდნავ განსხვავებულია. დღეს აფხაზეთი არის ოკუპირებული, ქართველები იქ ჩვენ არა ვართ და აფხაზებს ემუქრება ანექსიის რეალური საფრთხე. მაგრამ აქ არ შეიძლება ჩვენ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვიყოთ. როდესაც აფხაზეთს თუნდაც უქართველებო აფხაზეთს ანექსია ემუქრება. ის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა, ამიტომ ჩვენ გულგრილი ვერ ვიქნებით ამ ბუნებრივია ეს თავისთავად ამ პროცესის მიმართ. მე მაინც გამოვყოფდი პოლიტიკურ მნიშვნელობას ამ პრაქტიკული კონფერენციისა, იმდენად რამდენადაც საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია გრძელდება, აფხაზეთი გამოცხადებულია ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და მიმდინარეობს პროცესები ამ კონფლიქტის გაყინულ კონფლიქტების სიაში მოხვედრის მცდელობისათვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიურად მაღალი დონის შეხვედრების ჩატარება, რომ ითქვას გასაბჭოების პერიოდიდან მოყოლებული და უფრო ადრინდელი პერიოდიდან მოყოლებული სად იყო აფხაზეთი, რატომ გახდა ასე ვთქვათ ძალიან ნოყიერ ლუკმად რუსეთის იმპერიისათვის რომ მიიერთოს. ეს ყველაფერი არის ზოგიერთებს წარმოდგენილი აქვს, რომ ეს მოხდა და აწირავყოთ. არ არის ასე, ამას სჭირდება ყოველდღიური განხილვა, ყოველდღიური საჯაროდ წარმოთქმა ამ საკითხებისა და მეცნიერული დასაბუთების მრავალჯერ გამეორება.